გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სავალე კვეიშვილი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, სულ მალე გამოცემული ავტორი და განათლებით ისტორიკოსი და წარმოგიდგენთ ახალ პოდკასტს, რომელსაც ქვია ქებაი და დიდებაი. ეს არის პოდკასტი ქართულ ენასა და ლიტერატურაზე და ჩემი თანაწამყვანი იქნება ფილოლოგი, მასწავლებელი და ავტორი წიგნისა ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის ზინა გაბიჩვაძე. ამ პოდკასტში შემოგთავაზებთ ეპიზოდებს დაახლოებით თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ მაქსიმუმ და ჩვენ ვისაუბრებთ ერთ ეპიზოდში ლიტერატურაზე, მეორეში გრამატიკაზე, ზოგადად ქართულ ენასა და ლიტერატურაზე. ეს ამ შემთხვევაში არის ანონსი ამ პოდკასტისა და უბრალოდ მინდა გაგაცნოთ ფორმატი და იდეა ის თუ რას მოისმენთ ამ პოდკასტში. მაგალითად, პირველი ეპიზოდი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და რომელიც დაიდება ახალი წლის შემდეგ, ეს იქნება ენის ჩამოყალიბებაზე, ქართული ენის ჩამოყალიბებაზე, ანბანის ჩამოყალიბებაზე და შექმნაზე. შემდეგ გავაგრძელებთ ძირითადად ქრონოლოგიურად გავყვებით ქართულ ლიტერატურას, მაგრამ ხანდახან შეიძლება თემატური ეპიზოდებიც გქონდეს. გარდა ამისა, YouTube-ის არხზე გვექნება ბონუს ეპიზოდები, რომელიც წინ წამზღვარებული ექნება სხვადასხვა ეპიზოდს თემატიკის მიხედვით. მაგალითისთვის, როდესაც ვისაუბრებთ შუშანიკის წამებაზე, წინასწარ დაიდება მცირე ეპიზოდი, რომელშიც მე მოგითხრობთ ზოროასტრიზმის შესახებ, იმდროინდელი პოლიტიკური და ისტორიული სიტუაციის შესახებ. შესაბამისად, ვეცდებით, რომ კონტექსტი შეიქმნას ეპიზოდისთვის და შემდეგ უკვე მცირე ეპიზოდების შემდეგ დაიდება ძირითადი ეპიზოდი, რომელშიც უკვე ვისაუბრებთ შუშანიკის წამებაზე, როგორც ლიტერატურულ ძეგლზე, გავაანალიზებთ მის შინაარს, მნიშვნელობას და ასე შემდეგ. შესაბამისად, გთხოვთ, რომ თუ გაინტერესებთ ამ ტიპის თემები და ზოგადად ქართული ენა და ლიტერატურა, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ყველგან, როგორც პოდკასტი, ასევე YouTube-ზე ვიდეოები და დაგვეოდეთ ძალიან მალე, როგორც კი ეგრეთ წოდებული ახალი წლები ჩაივლის, გამოვაქვეყნებთ პირველ ეპიზოდს. ამჟამად მაგალითად მეცადინეო პირველი ეპიზოდისთვის და აქტიურად ვეცნობი ზოგადად ანბანის და დამწერლობის შექმნის ისტორიას, რომელზეც ასევე ბონუს ეპიზოდს შემოგთავაზებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მას შემდეგაც პირველი ეპიზოდი დაიდება და ცალკე ეპიზოდს გავაკეთებ მე, რომელშიც დამწერლობის და ანბანის შექმნის ისტორიაზე ზოგადად, არა ქართულის, არამედ ზოგადად დამწერლობისა და ანბანის ისტორიაზე ვისაუბრებ და შემდეგ უკვე აქედან გავაგრძელებთ სხვადასხვა თემებზე. დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი და თუ თვლით, რომ არსებობენ ადამიანები და თქვენი მეგობრები, რომლებიც დაინტერესდებიან, გთხოვთ, რომ მათაც გაუზიაროთ და ურჩიოთ, რომ გამოიწერონ ჩვენი პოდკასტი. დიდი მადლობა.